ეს ვიდეოც განმარტებადი ხასიათის იქნება, სადაც განვიხილავ ტკიპების წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატებს და ასევე განმარტავ კომენტარებს, რომელიც დაიწერა ერთ-ერთ ჩემს ვიდეოზე, თუ რატომ არ უნდა დაწერილიყო ესეთი სახის კომენტარი და როგორი კომენტარია უფრო მისაღები, როდესაც მეფუტკრეობის დარგთან გაქვს შეხება. მეფუტკრეობაში არის სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც დროდადრო აქტიურდებიან და ეს მათი დროდადრო გააქტიურება დამოკიდებულია ხშირ შემთხვევაში მეფუტკრის მოქმედებაზე. მკურნალობის შედეგად კი მათი მოგვარება და აღმოფხრა ხდება და ისინი გადადიან ისევ არააქტიურ მდგომარეობაში. მაგრამ ამ დაავადებებთან შედარებით ფუტკარს ყავს ძალიან ძლიერი მავნებელი, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ფუტკრის განვითარებას და ეს არის ვაროა ტკიპა. დღეს კი დაგვემატა ახალი სახეობა ტკიპის, ეს არის ტკიპა ტროპი. და ისიც არანაკლებ ზიანს აყენებს ფუტკრის ოჯახს და ფუტკრის განვითარებას. მეფუტკრეობის განვითარებასთან ერთად ამ დარგის მეცნიერებმა შეიმუშავეს სხვადასხვა პრეპარატი და შექმნეს სხვადასხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ სამკურნალოდ და მათი გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვახერხებთ ტკიპების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას, რაც ხელს უწყობს შემდეგ ფუტკრის განვითარებას. განვითარებასთან და პრეპარატების შექმნასთან ერთად დაიხვეწა გარკვეული პრეპარატები და დღეს ისინი კიდევ უფრო მარტივად გამოსაყენებლები არიან. ეს პრეპარატები არის ერთ შემთხვევაში ჭიანჭველამჟავაში დამუშავებული ჩხირები და მეორე შემთხვევაში ფლუვალინატში დამუშავებული ფირფიტები. სწორედ ფლუვალინატის ფირფიტებზე საუბრობ მე ჩემს რამოდენიმე ვიდეოში და განსაკუთრებით ბოლო ორ ვიდეოში სრულად აღვწერე ამ ფირფიტის მოქმედება და გამოყენების წესი. ერთ ვიდეოში ეს არის თეორიული ხასიათის ვიდეო, სადაც განმარტავ გამოყენების წესს და მეორე ვიდეოში კი ვაჩვენებ ამ ფირფიტის პრაქტიკული გამოყენების შედეგს, თუ რა შედეგი დადო ამ ფირფიტამ ტკიპების წინააღმდეგ. სწორედ ამ ვიდეოს ქვეშ დაიწერა რამოდენიმე კომენტარი და მინდა ეს კომენტარები განვმარტო ამ ვიდეოში. ეხლა გაჩვენებ თან ამ კომენტარებს და თან განმარტავ თუ რატომ არ უნდა დაწერილიყო და რატომ არის აბსურდი ასეთი კომენტარის დაწერა. პირველ შემთხვევაში ეს იყო ის, რომ მოკლედ და გადაჭრით, რომ არ მუშაობს, ხოლო მეორე შემთხვევაში კი თან არ მუშაობს და მე რეკლამირებას უწევ ამ ფირფიტებს. რაც შეეხება რეკლამირებას, მოკლედ განმარტებას გავაკეთებ. დიახ, უწევ რეკლამირებას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წლებია ვიყენებ და უარყოფითი შედეგი არ მაქვს და მინდა რომ ბევრმა მეფუტკრემ იცოდეს ამის შესახებ და იცოდეს მისი გამოყენების წესის შესახებ და თუ გადაწყვეტს ამ გამოყენებას, ამ პრეპარატისას, ეცოდინება თუ როგორ გამოიყენოს სწორად. არასწორად გამოყენების შედეგს კი მოგვიანებით განვიხილავ და გეტყვით ამ ინფორმაციასაც. რაც შეეხება არ მუშაობას. ვიდეოში სადაც ჩანს კონკრეტულად და თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ იმ ვიდეოდან ნაწყვეტს, ფირფიტამ იმუშავა ტკიპების წინააღმდეგ და რამოდენიმე თაობა გაანადგურა სკაში და ეს განადგურებული ტკიპების გარკვეული რაოდენობა დაწებებულია აღნიშნულ ფირფიტაზე და გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, სკაშია, სკის ძირზე მოთავსებული, კონჩხების შედეგად ჩამოყრილი და შიმშილით დაღუპული ტკიპები. ასეთი სახის კომენტარის დაწერა ასეთ ვიდეოზე, სადაც დადასტურებით ჩანს მოქმედება, არის აბსურდი და მე ვთვლი, რომ ეს კომენტარი და ამ კომენტარს დატვირთვა მხოლოდ აქვს ის, რომ სადღაც დავწერე კომენტარი და კომენტარის დაწერის ჟინი მოვიკალე. მეტი სხვა ამ კომენტარს დადასტურება და მეტი ამ კომენტარს განმარტება არ აქვს. აქვე დავსვავ კითხვას და გავცემ ცოტა ხუმრობანარე პასუხს. იმ ადამიანსაც დავუსვი კითხვა, რა თქმა უნდა, და პასუხი დღემდე არ მიმიღია. მეტი რა უნდა გაეკეთებინა ფირფიტას, რაც ჩანს ვიდეოში, როგორ უნდა ემოქმედა, რომ აღქმულიყო ნამუშევარ ფირფიტად. სათითაოდ გამოეკიდებოდა სკაში და დახოთავდა ტკიპებს, გადაეფარებოდა იმ უჯრებს და არ შეუშვებდა შიგნით ტკიპებს, თუ ამოიღებდა სათითაოდ ორი თითით თითეულ ჭუპრს და გაფერთხავდა ტკიპისგან და შემდეგ ამ ნაცემდა განადგურებულ ტკიპებს გამოყრიდა საფრენზე და მე ჩვენ ნახავდით, რომ ფირფიტა მიმუშავა. ვერ ხვდები უბრალოდ მეტი რა უნდა მეჩვენებინა და მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ფირფიტამ და ამ პრეპარატმა. ასევე შესაძლებელია განმარტება გავუკეთოთ ამ კომენტარს ამ სახით
და ძალიან კარგი იქნებოდა თუ განმარტებადი კომენტარი იქნებოდა და განმარტებული კომენტარი იქნებოდა თუ რატომ არ იმუშაო. რაც შეეხება არ მუშაობის განმარტებას და მცირედით გამართლებას, ეს არის ის, რომ ამ პრეპარატს, როგორც სხვა პრეპარატებს, რომელსაც შემდეგ გაჩვენებთ, ახასიათებს რეზისტენტობა, ანუ შეჩვეუნარიანობა. ხშირი გამოყენების შემთხვევაში, რასაც მე ჩემს ვიდეოებში ვამბობ, ხდება ტკიპების შეჩვევა და ტკიპებისთვის აღარ არის ფლუალინატი სიკვდილუნარიანი. ეს შესაძლებელია კონკრეტულ ადამიანის შემთხვევაში, კონკრეტულ საფუძვლში, შესაძლებელია ხშირად გამოიყენებოდა ესეთი სახის ფირფიტები და ბოლო გამოყენების დროს აღარ გახდა სიკვდილუნარიანი ტკიპებისთვის, იმიტომ რომ შეჩვევა მოხდა და მეორე შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტულ პრეპარატს იყენებდა ტკიპების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელშიც შედიოდა ფლუალინატი შემადგენლობაში. ასეთი პრეპარატი თუ არ ვცდები არის ვაროკომი და მასში ფლუალინატის პროცენტული მაჩვენებელი არის 27%. შეიძლება გამოიყენებოდა კონკრეტულ საფუძველ მეურნეობაში ვაროკომი ტკიპების წინააღმდეგ ხშირად და ინტენსიურად და როდესაც გაიგეს ამ ფირფიტების შესახებ და გამოიყენეს ეს ფირფიტები შემდეგ ფუტკრის მკურნალობაში, სავარაუდოდ შეჩვეული იყო უკვე ტკიპები ფლუალინატს და გამოყენების შემდეგ აღარ დადგა ის შედეგი, რა შედეგის უნდა დამდგარიყო. მეტი სხვა განმარტება და გამართლება ამ მხრივ არ არის. თუ არის, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაწეროს კომენტარი და განმარტოს თუ რატომ შეიძლება არ იმუშაოს ამ ფირფიტამ სკაში ტკიპების წინააღმდეგ სწორი გამოყენების შემთხვევაში. რაც შეეხება მესამე კომენტარს, იქ ადამიანი მოკლედ აღწერდა, რომ გამოყენების შემდეგ სკებში მოხდა ფუტკრის გარკვეული რაოდენობის განადგურება და ამბობდა, რომ გამოწვეული იყო ეს ამ ფირფიტის მოქმედებით. აქაც უფრო დაწვრილებითი და განმარტებული კომენტარი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ასე ერთი ხელაღებით დააბრალო კონკრეტულ პრეპარატს არ მუშაობა და ფუტკრის განადგურება არ არის გამართლებული, იმიტომ რომ ნებისმიერ პრეპარატს შეუძლია, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ფუტკრების მკურნალობაში, გამოიწვიოს ფუტკრის განადგურება, თუ მას გამოვიყენებთ წესების დარღვევით და არ დავითავთ მისი გამოყენების წესებსა და პირობებს. ფუტკრის ოჯახის განადგურება და უარყოფითი შედეგი შეუძლია გამოიწვიოს ნებისმიერმა პრეპარატმა, თუ მას ჩვენ არ გამოვიყენებთ სწორად და არ გამოვიყენებთ იმ წესების დაცვით, რა წესებიც უნდა დავითავთ ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების დროს ფუტკრის მკურნალობაში. ეს წესებია ის, რომ არ უნდა მოხდეს ზედოზირება, შესაძლებელია ამ პიროვნების შემთხვევაში მოხდა ზედოზირება, ფუტკრის ოჯახს მიეწოდა იმ რაოდენობის ფირფიტები, რა რაოდენობის ფირფიტებს არ უნდა მიწოდებოდა და აორთლებული ნივთიერებისგან ვერ გაანიავა ფუტკრის ოჯახმა სკა და მოხდა ფუტკრის განადგურება, შესაძლებელია მოხდა სხვა პრეპარატთან ურთიერთქმედება. ეს გამოწვეული შესაძლებელია იყო იქედან, რომ სანამ ამ ფირფიტებს გამოიყენებდნენ, მანამ სხვა პრეპარატი იქნა გამოყენებული სკაში ტკიპების წინააღმდეგ, ან სხვა დაავადების წინააღმდეგ და ვერ მოახერხა ფუტკარმა სკის ბოლომდე განიავება, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მკურნალობთ ფუტკრის ოჯახს, ბოლომდე ვლუქავთ სკის თავს, იმიტომ რომ რაც შეიძლება ნაკლებად და ნელა განიავდეს სკის შიდა სივრცე წამლისგან და მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. და ასეთ დროს ვერ ნიავდება ბოლომდე სკა, თან ეს ფირფიტის მიწოდება ხდება საფრენიდან და არ არის სავალდებულო სახურავის ახდა და ასეთ დროს აორთქლებული ნივთიერებების ურთიერთქმედების შედეგად მოხდა ფუტკრის გარკვეული რაოდენობის განადგურება. ასევე შესაძლებელია დაემთხვა გარკვეულ გარემო ფაქტორებს და გარემო პირობებს ფირფიტის მოთავსება. შესაძლებელია ფირფიტის მოთავსება დაემთხვა ოჯახების ერთმანეთზე თავდასხმას, რასაც ქურდობას უწოდებთ და ასეთ დროსაც არაერთი ფუტკარი ნადგურდება. ამიტომ ეს კომენტარიც უნდა ყოფილიყო განმარტებადი და ეს მომენტიც, როდესაც ესეთი რთული მდგომარეობა მოხდა სკაში, უნდა ყოფილიყო გამოკვლეული და დადგენილი შედეგი, თუ რამ გამოიწვია. ამისთვის სულ მცირე სხვა ნებისმიერ სკაში 24 საათით ამ ფირფიტის დატოვებას კი იქნებოდა საკმარისი, რომ გაეგო კონკრეტულ ფუტკრეს თუ მოახდენდა თუ არა ეს ფირფიტა იმ სკაშიც ფუტკრების განადგურებას. თუ არ მოხდებოდა ფუტკრების განადგურება ამ ფირფიტის იმ სკაში, სადაც საცდელი სკა იქნებოდა, მაშინ სკაში, სადაც პრობლემა შეიქმნა, საჭირო იქნებოდა გარკვეული კვლევების ჩატარება, თუ რამ გამოიწვია კონკრეტული პრობლემა კონკრეტულ სკაში. ასე დროს
კიდევ უფრო გვიმარტივდება და გვიოლდება პრობლემის აღმოფხრა და პრობლემასთან ბრძოლა. რადგან მეფუტკრეობას არ უყვარს ზედაპირული მოქმედებები. მეფუტკრეობაში ძალიან მნიშვნელობა აქვს კონკრეტიზაციას და ყველა პრობლემის საფუძვლიან გამოკვლევას. კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მე ახლა გაჩვენებთ თქვენ ოფიციალური გვერდებიდან მოპოვებულ ინფორმაციას პრეპარატების შესახებ, რომლებიც გამოიყენება დატკიპიანების წინააღმდეგ და თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ მათ ჩამონათვალს. სწორედ აღნიშნული ტაუფლუვალინატი, ანუ ფლუვალინატი, იგივე როგორი პროცენტულობით მუშაობს მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში. ანუ მას შეუძლია 90-დან 99%-მდე შედეგი დადოს სკაში ტკიპების წინააღმდეგ, თუ სწორად გამოვიყენებთ. არასწორი გამოყენების შემთხვევაში კი შედეგი სახეზე იქნება, ან არ იმუშავებს, ან მოვახდენთ ფუტკრის ოჯახების განადგურებას. და ასევე ამ პროცენტული მაჩვენებლის გვერდით არის განმარტება, რომ როგორც მას, ასევე სხვა პრეპარატებსაც აქვთ რეზისტენტობა, რაც იწვევს შეჩევას ტკიპებისას და აღარ ხდება ეს პრეპარატი მათთვის მომაკვდინებელი ეფექტის. რაც შეეხება ზედოზირებას, რომელიც აღნიშნე, რომ მოგვიანებით განმარტავდი ამ პრობლემას, რამოდენიმე დღის წინ ჩემთან იყო ერთი ძალიან კარგი ადამიანი, ამოსული დღეს უკვე ჩემი მეგობარი, მეფუტკრე, რომელთანაც ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე. აინტერესებდა თუ როგორ მკურნალობდი მე ჩემ ფუტკარს, რა პრეპარატებს ხმარობდი და მეც ვაჩვენე ჩემი პრეპარატები, თუ რა პრეპარატებით მუშაობდი, თუ რა ფირფიტებით მუშაობდი და შემდეგ მან მითხრა, რომ ამ ჭხირების გამოყენების შედეგად მოხდა სკაში ფუტკრის ოჯახების განადგურება და არა ერთი ან ორი ოჯახის. 10-ული ოჯახი განადგურდა ამ ფირფიტის გამოყენების შემთხვევაში. და რომ ვკითხე თუ რატომ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს, როგორც აღვნიშნე, გამოძიებული თუ რატომ მოხდა კონკრეტული პრობლემა სკაში, მან მითხრა, რომ როდესაც შეიძინა ეს აღნიშნული ჭხირები, გამოყენების წესის დაზუსტების მიზნით მიმართა სხვა მეფუტკრეს თუ როგორ გამოეყენებინა აღნიშნული ჭხირები ფუტკრის მკურნალობაში და მან ასწავლა ძალიან ცუდად და არ არის ეს კარგი ესეთი სწავლება, რომ შეეძლო სკაში მოეთავსებინა 3, 4, 5 რაოდენობის ჭხირი ჭიანჭველამჟავაში დამუშავებული და უფრო კარგი შედეგი ექნებოდა მკურნალობას. რამაც გამოიწვია ზედოზირება, რადგან ჭიანჭველამჟავა არის ძალიან ძლიერი პრეპარატი და როგორც ჭხირების გამოყენების, ასევე სიფხის გამოყენების შემთხვევაში დასაცავია დოზების სიზუსტე, რომ არ გამოვიწვიოთ პრობლემები სკაში და ზედოზირების გამო გარკვეული რაოდენობა ფუტკრების დაიხოცა სკებში და გარკვეულმა რაოდენობამ დატოვა სრულად სკა და გამოვიდა სკიდან, რადგან მაქსიმალურად მოიცვა ჭიანჭველამჟავის აურხებულმა მასამ სკა და შექმნა ძალიან რთული მდგომარეობა სკაში. ეს არის ზედოზირება და ესეთი რამის გაკეთება სკაში არ არის, რა თქმა უნდა, რეკომენდირებული. და არც ესეთი რჩევა არ არის რეკომენდირებული, თუ შენც მეფუტკრე ხარ. თუ არ იცი, სულ მინიმუმ უკან აწერია აღწერაში თუ რა რაოდენობის ფირფიტა უნდა იყოს გამოყენებული ამ შემთხვევაში, სკაში ჭიანჭველამჟავის შემთხვევაში, ტკიპების წინააღმდეგ მაქსიმალური რაოდენობა არის 2 ფირფიტა, ისიც მაქსიმალურად სავსე სკაში. თან 12 ჩარჩოვიან სკაში, სადაც 12-ვე ჩარჩოზე არის განთავსებული ფუტკარი და არა 12-იან სკაში 8 ჩარჩოზე განთავსებულ ფუტკარზე. 8 ჩარჩოზე განთავსებულ ფუტკარს ეკუთვნის 1 ფირფიტა, რადგან მათ შეუძლიათ მარტივად გადაიტანონ ამ პრეპარატის მოქმედება და არ დადგეს სკაში რთული მდგომარეობა. ეს ფაქტები მინდოდა განმემატა და მომეტანა თქვენამდე, როგორ გამოვიყენოთ პრეპარატები სწორად და როგორი კომენტარები უნდა დავწეროთ, როდესაც მეფუტკრეობას ვეხებთ, რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასაბუთებას და სრულ განმარტებას. თუ ვერ ვახერხებთ სრულ განმარტებას და დასაბუთებას, ჯობია კითხვის სახით დავსვათ კომენტარი და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები, ვინც ნახავენ ამ კომენტარს, გაგცემენ შესაბამის სრულყოფილ პასუხს, რაც დააკმაყოფილებს თქვენ საფუტკრე მეურნეობაში წარმოქმნილ პრობლემას და განმარტავს ამ პრობლემის აღმოფხრის შესაძლებლობას. თუ როგორ მოგაწოდეთ ეს თემები და ეს ინფორმაცია, გასაგებად მოგაწოდეთ თუ არა ეს ინფორმაცია, ამას თქვენ თვითონ შეაფასებთ, მე კი დაგემშვიდობებით და დროებით.